გახსოვს ჩვენ რომ საუბრობდით უშაქრო კოლაზე, უშაქრო გაზიან სასმელებზე. და მითხეს რომ პროდუქტზე როცა დაინახავ sugar free-ს, უშაქროს, sugar free არ ნიშნავს პასუხისმგებლობისგან თავისუფალს, ანუ არ ნიშნავს უსაფრთხოს. რატომღაც ადამიანები მაინც ვირჩევთ რომ ნაგავიჭამოთ, იმიტომ რომ უბრალოდ არ გვაქვს ერთი ცოდნა და მეორე ან კითხვა ისმის, ძველ პირამიდაში რა იყო ყველაზე ნაკლებად მისაღები? პროცესირებული პროდუქტი, დამატებული შაქრები. ახალ პირამიდაში არც კი დახატეს ზემოდან. ამ გაიდომა მიჯიკეს რაღაცა სხვა მიმართულებით. აი, Apple-ის ვებსაიტზე რო შედიხარ, ხო იცი, რო სკროლავ და დიდი გრძელი უსასრულო ვებსაიტი როა. აი ეგრე აქვს აწყობილი ახალი გაიდლაინი კვებისთვის. 4 მარტივი რჩევა, რომლითაც ყველა პირამიდას რაც გაგვიგია გადავაგდებთ და საქართველოში ვეცდებით ჯანსაღი კვება ავაწყოთ. ეს არის Mr. Nutrition კვების მიმართულებით ამერიკამ გამოუშვა ახალი გაიდლაინები. რა არის საერთოდ გაიდლაინები და რას ცვლის და რატომ უნდა ვიცოდეთ? ამერიკამ 2025-2030 წელს მოგვიბზადა ახალი გაიდლაინები ამერიკელებისთვის. ეხლა ამერიკელებისთვის რახან არის გაიდლაინი, ჩვენ რატო ვსაუბრობთ, კითხვა გეჩნდება, მაგრამ საქართველოში არ გვაქვს გაიდლაინი, ამიტომ გვიწევს ვისესხოთ ეს გაიდლაინები სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და სხვადასხვა ქვეყნებისგან. ამერიკის გაიდლაინმა 2025-2030 შემოგთავაზა თავდაყირა დაყენებული რეკომენდაციები. ოღონდ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. პირამიდა, რომელიც 15 წელს ააგეს, გადმოატრიალეს თავით დაბლა. ეს პირამიდა რას ნიშნავს? ეს პირამიდა არის წარმოიდგინე პრიორიტეტების კვება. რა საკვები უნდა გქონდეს დაპრიორიტეტებული ყველაზე მეტად, ეს არის პირამიდის ძირში, ყველაზე ფართო ნაწილში და საკვები, რომელიც უნდა გქონდეს ყველაზე ნაკლებად რაციონში და ნაკლებ პრიორიტეტში, ეს არის პირამიდის წვეროში. ეს გაიდლაინები ერთი კუთხით არის ადამიანებისთვის, რომ იცოდნენ რა დააპრიორიტეტონ, მაგრამ უფრო მეტად ადამიანებზე მეტად არის პოპულაციისთვის განკუთვნილი. ეს რას გულისხმობს, რომ ამერიკის შიგნით, ამერიკის კანონმდებლობაში სასკოლო ლანჩები, კვების ინდუსტრია რას უნდა ეფუძნებოდეს. იმიტომ რომ პირამიდა, როცა საჭმელს ჭამ, წიროცა ახალი კერძი შემოგდის, პირამიდა არ გაქვს თავში. ანუ ადამიანი ყოველდღიურობაში კვებით პირამიდას არ ხმარობს, რის გამოც ამერიკამ 15 წლის ხო პირამიდა გვანახა. შემდგომ 5 წლის წინ, 10 წლის წინ გამოუშვა კვების თეფშის მოდელი. ჯანსაღი თეფშის პრინციპი, რომელიც კონკრეტულად მომხმარებელზე ორიენტირებულ, სადაც თეფში არის დაყოფილი 4 ნაწილად და 4 განყოფილებაში ჯდება ჩემი ნახშირწყლები თეფშის ნახევარში, ბოსტნეული, ხილი, მთელმარცვლოვანი პროდუქტები, ჯდება ცხიმი, ჯდება ცილა. ეს უკვე მომხმარებელზე ორიენტირებული გაიდლაინი, მაგრამ ეხლა დაუბრუნდა ისევ პირამიდას. ეს პირამიდა, როგორც ხედავთ, თავდაყირა ამოყირავებული. და აქამდე თუ ქვემოთ არსებული ყველაზე მეტი რაც უნდა მიმეღო ნახშირწყლები ძირითადად მთელმარცვლოვანი ბურღულეული ნახშირწყლის წყაროები იყო ყველაზე ფართოდ მისაღებ წერტილში, ეხლა ამოტრიალებულია და პირამიდის წვეროშია. ანუ ყველაზე ნაკლებად არის დაპრიორიტეტებული რაციონში. ჯერმოდ დავიწყოთ საერთოდ რატო შეიცვალა ეს პირამიდა. პირამიდა შეიცვალა, იმიტომ რომ ამერიკამ დასახა ახალი პრობლემა. უпростоრად თითი დაადო მთავარ პრობლემას მათ ჯანდაცვაში, რომელიც არის არაგადამდები დაავადებები. ეს რას ნიშნავს? ქრონიკული დაავადებები. დიაბეტი ტიპი 2, გულსის ზახუთა სისტემის დაავადებები, მაღალი არტერიული წნევა, ანუ დაავადებები, რომლის ქრონიკულ მენეჯმენტში ამერიკის ჯანდაცვის 90%-ზე მეტი ფინანსები იხარჯებოდა. დააკვირდნენ კვლევებს და თქვეს, რომ რა ხდება, რა შეიცვალა ბოლო 40 წელიწადში ისეთი ჩვენს თავს, რის გამოც ამ ქრონიკულმა დაავადებებმა ესე იმატა. მიზეზი იპოვეს კვებაში და კვებაში კონკრეტული მიზეზი იპოვეს პროცესირებული საკვების და junk food-ის უფრო მაღალი მოხმარება და ამერიკის რაციონის ყოველდღიური ზრდასრულის დაახლოებით 66%-ზე მეტი მოდის პროცესირებულ საკვებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მოვშორდით ჩვენ საღპროდუქტებსო, ჯანსაღს და გადავედით პროცესირებულზე და ამან დააჩქარა ჩემი ქრონიკული დაავადებების წინწამოსვლაო. სადაც აზრი მართლადებს. ანუ სწორ პრობლემას დაადეს ხელი და ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან რელევანტურია. გულსახუთა სისტემის პრობლემები, დიაბეტი ტიპი 2 ჩვენს ქვეყანაში წამყვანია დაავადებებს შორის და მენეჯმენტში რაზეც ყველაზე დიდი თანხები იხარჯება, სწორედ ეს დაავადებებია. შენ თქვი რომ ამავდროულად სიმსუქნეცო. ამავდროულად სიმსუქნეც. სიმსუქნე ამერიკაში სტატისტიკურად რამდენია? ამერიკაში სიმსუქნე დაჭარბწონიანობა ერთად არის 75%-ზე მაღლა, თუ არ ვცდები 78%. ჩვენთან რამდენია? ჩვენთან სიმსუქნე ჭარბწონიანობა ერთად არის 65%-ის შუალედში. ანუ ძალიან შორსაც არ ვართ. შორს არ ვართ, ძალიან, მაგრამ ის მომშვიდებს ეს 15%-იანი სხვაობა.
ამერიკას რომ გავუსწრო, დაიწყება წითელს დამინახავ ყოველდღე მოსიარულეს. და წარმოიდგინე ხა საქართველოში პოპულაციის რაოდენობა და ამერიკის პოპულაციის რაოდენობა და მათგან 78% ჭარბწონიანობა ან სიმსუქის მქონეა. ყოველ მეორე ადამიანს ამერიკაში აქვს ან დიაბეტი, ან პრედიაბეტი. ეს სტატისტიკა აქვს გამოქვეყნებული ვებსაიტზე Eat Real Food. მოკლედ, რაც უნდა შეუქოთ ამერიკას, არის მარკეტინგის ზენიტი აქვს კვებაში გადმოტანილი. აი Apple-ის ვებსაიტზე რო შედიხარ, ხო იცი, რო სკროლავ და დიდი გრძელი უსასრულო ვებსაიტი როა. აი ეგრე აქვს აწყობილი ახალი გაიდლაინი კვებისთვის. ჭამე რეალური საკვები, ქვია და Gov აქვს როგორც სახელმწიფო ვებსაიტის დაბოლოება, შედიხარ და ყველაფერი ლამაზია, პრობლემა აქვს დასახული, პირამიდაა გამოტანილი. გეგმება თამაში თამაშობ და ეგ მომწონს, რომ კვება და თამაში და ვიზუალიზაცია ერთმანეთში გაერთიანეს. ამით რის თქმა მინდა, ახლებულად დაიწყეს ხალხამდე ინფორმაციის მიტანა. ეს თან კარგია და თან რისკები აქვს. კარგია, იმიტომ რომ მეტმა ადამიანმა დაიწყო შედარებით გადაზიარება ამ ახალი გაიდლაინების. მეტი ადამიანი ჩაერთო თვითონ საზოგადოებიდან საქმეში. ანუ აქამდე თუ ჩაკეტილი სისტემა იყო შედარებით და ძალიან სადაც მხოლოდ მეცნიერებს აქვთ სიტყვის თქმის საშუალება, ეხლა რაღაცა ცოტა ხალხურმა მეცნიერებამ შეაღწია აქ, რაც კარგიც არის, მაგრამ ნეგატივი აქვს ძალიან დიდი, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება მოუშორდეთ მტკიცებულობებზე დაფუძნებულ პრაქტიკებს და უფრო მეტად გადავიდეთ აი ბროსაიენსი, დარბაზებში დაბალნახრწლოვანი დიეტა, ჩემზე ეგრე გამოვიდა და შენზეც ეგრე გაამართლებს სტილისკენ ცოტა გადაიხარა ამერიკული გაიდლაინები. და ეხლა შენ რასაც ლაპარაკობ, შედარებისთვის უფრო კარგად წარმოსადგენი რო იყოს, მანამდე რა იყო? აი, მოდი ავიღოთ პირამიდას თავი დავანებოთ, იმიტომ რომ სახლში რომ მივდივარ, პირამიდის ფორმის თეფში არ მაქვს, არის რაღაცა მრგვალი და ეხლა ამ პირამიდის პრინციპით რო გავყვეთ, მე რომ მანამდე მრგვალი თეფში მედო, ამ მრგვალ თეფში რას როგორ ვანაწილებდი? ნახშირწყალს, ცილას, ცხიმს, მე ამის ჩაშლას როგორ ვანაწილებდი და როგორ არის ეხლა? და ოღონდ მიყვეთ ცათითაოდ, ჯერ ნახშირწყალი შევადაროთ, მერე ცილა, მერე ცხიმი და დარჩენს მე კითხა უკვე პასუხის მიხედვით მაინტერესებს. კარგი გმა, მაგრამ მაინც არ შევადარებდი პირამიდას და თეფშს, იმიტომ რომ ჯანსაღი თეფშის მოდელი ცალკე მოდელია და პირამიდის გაიდლაინი ცალკე. მაგიტომ მოდი კითხვა დავსვათ, ადამიანის ყოველდღიურ რაციონში აი ერთი დღე რა უნდა გეჭამა? რა მეტი, რა ნაკლები? ეგრე რომ გავუყვეთ რა სიტყვა. ოკეი. მშვენიერი. მაშინ დავიწყოთ ძველი პირამიდით. ძველი ამერიკული პირამიდა მეუბნება რომ ყველაზე დაპრიორიტეტებული დღის რაციონში უნდა იყვნენ ნახშირწყლები კონკრეტულად შემოტანილია საქმეში საყამებელი, საქმეში არის შემოტანილი ბოსტნეული, საქმეშია ხილი, საქმეშია ბურღულეული. რა ხდება ახალ გაიდლაინში? ეს პირამიდა არის ამოტრიალებული. ანუ თელმარცვლოვანი ნახშირწყლოვანი პროდუქტები არის ყველაზე ნაკლებ პრიორიტეტში ჩასმული. პორციებით უყვართ ამერიკელებს საუბარი, დღემდე ვერ გაიგო ვერავინ ერთი პორცია რას ნიშნავს, მაგრამ წარმოიდგინე აქამდე თუ დაახლოებით 8-12 პორცია ნახშირწყალი უნდა მიიღო ადამიანს ერთ დღის განმავლობაში, ეხლა რეკომენდაცია არის 5-6 პორცია ნახშირწყალზე. ანუ თითქმის განახევრდა ნახშირწყლების ნაწილი. მაშინ როცა დამატებულ შაქრებს გამოუცხადეს ომი. ძველი გაიდლაინით ვიცით რომ დამატებული შაქარი უნდა იყოს ადამიანის რაციონში. კალორიების მაქსიმუმ 10%, 50 გრამი, ან იდეალურ შემთხვევაში 25 გრამი. დამატებული შაქრების, რომელსაც პროდუქტს ვამატებ ზემოდან. ახალი გაიდლაინი მეუბნება, რომ არც ერთი ოდენობა დამატებული შაქრების არ არის სასურველი რაციონში და ზედა ზღვარში აღებული აქვს თითო კვებაზე მაქსიმუმ 10 გრამი დამატებული შაქრების. ეს 10 გრამი საიდან შეიძლება მივიღო? ეს 10 გრამი დამატებული შაქარი არის დაახლოებით 2 ჩაის კოვზი შაქარი. ანუ ნებისმიერი შაქრის შემცველი სითხე, გაზიანი სასმელი, ტკბილეული უმრავლესობა რო დავაყოლო საკვებს, აუცილებლად გადავაჭერბებ ამ მოცემულ ჩემ 10 გრამიან დამატებული შაქრების ნაწილს. ანუ ძალიან შეიზღუდა დამატებული შაქრების როლი ახალ გაიდლაინში და მთავარი ომი ერთ-ერთი რასაც გამოუცხადეს რაციონში არის დამატებული შაქრები. ეგრო დავაზუსტო, დამატებული შაქრების და ნახშირწყლების ამბავი მიზეს ვერ ხსნი ლოგიკას, ანუ შენ ამბობ, რომ თუ მე მანამდე პირობითად ნახშირწყლები უნდა მივიღო პირობითად 100 გრამი, შემეძლო რომ მივიღო, ეხლა უნდა მივიღო პირობითად 50. რომელიც გავიგე ლოგიკა, რომ ნახშირწყალს ცოტას თუ მიიღებ, რაღაც ხრუშობა კაი იყოს, მაგრამ ნახშირწყლის სახეობას ხო აქვს მნიშვნელობა. მე თუ გავარ და 50 გრამის ბროკოლს ჭამ, თუ ბროკოლის
და სხვა მსგავს ბოსტნეულს მაგ შემთხვევაში მან მინუსი რა არის? ნახე, ეხლა გაამახვილა ყურადღება, ხილი ბოსტნეულის როლი არ შემომცირებიათ. სახამებლიანი ნახშირწყლის წარმოიდგინე ბურღულეული ბრინჯი, წიწიბურა, პური, მაკარონი. მაგას რა მინუსია? მათი როლი არის გადამუშავების ხარისხი, ამას მეუბნება. ბოჭკო, ეს არის ისეთ ნახშირწყლის წყარო, რომელიც მჭირდება. შემოტანეს ახალი განსაზღვრება ნახშირწყლებში, მარცვლეულში, რომელია მთელი მარცვალი და რომელია გადამუშავებული მარცვლოვანი, თელმარცვლოვანი, ხო გვესმის ყველგან ეს სიტყვა. რას ნიშნავს ეს თელმარცვლოვანი? როგორც ნახეთ, ეს არის მარცვლოვული წყარო, სადაც ყოველ 5 გრამ 5 პორცია ნახშირწყლებში 1 პორცია ბოჭკოა. ანუ თუ მიდევს წინ ბრინჯი, რომელიც ყოველ 100 გრამში მაძლევს 20 გრამ ბოჭკოს, რაც ძალიან ბევრია ოღონდ. და ძალიან ბევრია. თელმარცვლოვანი ქვია მაგას. 5 პორცია 1 პორციაზე. 5 პორციაში 1 პორცია. რა არის ულტრაპროცესირებული ნახშირწყლის და ბურღულეულის წყარო და მარცვლეულის, სადაც 41-დან არის. 40 გრამ ნახშირწყალში მაძლევს 1 გრამ ბოჭკოს და იძახიან, რომ უმრავლესობა ეს ნახშირწყლების მარცვლეული, რომელსაც ამერიკელები მიირთმევდნენ, რომ ნახშირწყლების სახე იყო ულტრაპროცესირებული, გადამუშავებული და არა მარტო დამატებული შაქრები და ეს გადამუშავებული ნახშირწყლები შემცირეს. თელმარცვლოვან ბურღულეულსაც კი დაადეს თავისი ეს ზედაზღვარი. იცი, ახლა მან მნიშვნელოვანი ამბები ჩამოთვალე ძალიან და ბევრი კითხვა გამიჩნდა. ანუ პირველი ახლა ბურღულეულზე როცა საუბრობ, მე რო ახლა ავდგე და სახლში ბრინჯი გავაკეთო. მან რეალურად პრობლემა ალბათ დიდად არ იქნება, მაგრამ თუ მე გავალ და სადმე გარეთ შევჭამ, იქ შეიძლება მაღალპროცესირებული იყოს. მნიშვნელობა რა აქვს მარცვლეულში გააჩნია რასიყიდი. შენ შეგიძლია იყიდო შვრიის ფაფა, რომელიც მზადდება 10 წამში ცხელი წყლის დასხმის მერე, შეგიძლია იყიდო თელმარცვლოვანი შვრიის ფაფა, შეგიძლია იყიდო შვრიის ფაფა, რომელსაც ჭირდება 9 საათი მოსაყარშა და აქვს ძალიან მყარი გარეკანი, სადაც ბოჭკოს რაოდენობა. ანუ რომელ ნახშირწყლის წყაროს ყიდულობ სახლში მოსამზადებლად, რომელ მარცვლეულის წყაროს და ბურღულეულის, ეგ არის მნიშვნელოვანი. გავიგე, მაგრამ მე თუ იმას ყიდულობ, რომელსაც 40 წუთი ჭირდება მოსამზადებლად და მე რეალურად ბოჭკოს რაოდენობას ვიღებ, მაშინ მან პრობლემა სადაა? მან პრობლემა არ არის, სწორედ ეგ არის ის შეუსაბამობები ახალ გაიდლაინში, რომელსაც ვერ ხვდებით. ამიტომ ყავს ბევრი კრიტიკოსი, რატო შემიმცირე ნახშირწყლების წილი რაციონში. მაგაზე ცოტა მერე გესაუბრები, იმიტომ რომ სხვა რამე დაპრიორიტეტდა. ნახშირწყლებზე კი არ გითხრეს, რომ ცუდია და შეამცირე, გითხრეს, რომ ცუდია დამატებული შაქრები და ამოიღე საერთოდ რაციონიდან და ნახშირწყლები დაგეჩაგრა, იმიტომ რომ ცილაზე და ცხიმზე, რომელზეც ახლა გადავალთ, ისინი დაპრიორიტეტდნენ რაციონში. აბა ეგ მომიყევი? ხო, მოდი ჯერ ნახშირწყლების თავში ერთ კიდე განსხვავებას ვიტყვი. აქამდე თუ გაიდლაინებით ჩვენთვის შაქრის ჩამნაცვლებელი, ხელოვნური ან ბუნებრივი ალტერნატივები. შაქრის ჩამნაცვლებლების იყო უსაფრთხო ალტერნატივა შაქრებთან შედარებით. ახალ გაიდლაინში მეუბნებიან, რომ შაქრის ჩამნაცვლებლები, ხელოვნური ან ბუნებრივი, მაგალითად სტევია, არის ბუნებრივი. მაგალითად, ერითრიტროლი არის შუგარ ალკოჰოლი, შაქრის ალკოჰოლი. მაგალითად, ხელოვნური დამატკობლები არის სუკრალოზა. არც ერთი მათგანი არ შეიძლება ჩაითვალოს შაქრის უსაფრთხო ალტერნატივად. და მითხეს, რომ პროდუქტზე როცა დაინახავ sugar free-ს, უშაქროს, sugar free არ ნიშნავს პასუხისმგებლობისგან თავისუფალს, ანუ არ ნიშნავს უსაფრთხოს. მეც. ეხა შენ რასაც ლაპარაკობ, მან დიდი გარღვევაა. ეხა რასაც ლაპარაკობ, შენი აზრით დიდი გარღვევა, იმიტომ რომ აქამდე რასაც მოვდივართ და ამდენი პოდკასტია გესაუბრები, სულ განსხვავებული რაღაცეები შემოვიდა. გავიგე, მაგრამ არა მაგის გამო. ანუ რეალურად ეხლა მაგათ რაც მიიღეს, ანუ მტკიცებულობაზე დაფუძნებული დასკვნა არსებობს, რომ ეგ ბიოქიმიური პროცესების დონეზე საფრთხის შემცველია? ნახე? სტევია, მაგალითად. ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვებში დაკონკრეტება. საფრთხის შემცველია და შეიძლება არ იყოს უსაფრთხო ალტერნატივა განსხვავდება. გავიგე, მაგრამ ნახე, შეიძლება რომ სტევია არ იყოს უსაფრთხო ალტერნატივა ბიოქიმიური პროცესების დონეზე. პასუხია კი. რატო? ეხლა ნახე რა ხდება კლოვის სამყაროში უშაქრო ალტერნატივებზე. რატომ არ მინდა შაქრის ჩამნაცვლებლებით? მაქვს მითითებული რამდენიმე მიზეზი იმ ძალიან ბევრგვერდლიან აპენდიქსში, რომელიც მოყვება ამ ახალ გაიდლაინს. გაიდლაინი 40 გვერდია, მაგრამ კლოვები რაც დაფუძნებითაც ეს ყველაფერი შემუშავდა, არის 406 გვერდი. შესაბამისად, იმ კლოვებში რაც არის წინ წამოწეული. გახსოვს ჩვენ რომ საუბრობდით უშაქრო კოლაზე, უშაქრო გაზიან სასმელებზე. ჩვენ ვთქვით რომ ადამიანებს, რომლებიც უშაქრო პროდუქტებს
მიირთმევენ, ოღონდ შაქრის ჩამნაცვლებლიანს, ანუ ტკბილ გემოს იღებენ, შაქრით არა, შაქრის ჩამნაცვლობით. ორი გამოსავალი აქვთ. ზოგიერთი ადამიანი ტკბილის გემოს იკმაყოფილებს, რის გამოც მერე ტკბილს შაქრიან ტკბილს აღარ ჭამს, ანუ ზედმეტ კალორიებს არ იღებს და ეს ეხმარება წონის მენეჯმენტში. მეორე ტიპის ადამიანები არიან, ვისაც პარადოქსულად ტკბილი გემო უძლიერებთ ტკბილის მიღების სურვილს. ამ სისტემაში სამეცნიერო კვლევებში ასეთ რაღაცები ხდება ხოლმე. ორივე კვლევა მაქვს. მათ ხელი დაადეს და პრიორიტეტულად ჩათვალეს ის კვლევა, რომელიც მეუბნება, რომ ხელოვნურმა დამატკბელებმა შეიძლება პარადოქსულად გაზარდონ ტკბილის მიღების სურვილი, რის გამოც გადააჭარბოს ადამიანმა კალორიებს და მოიმატოს წონა. ამას დაადეს ხელი. და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს შაქრის ჩამოცვლობლები კვლევებით რასაც გვანიშნებენ, არის საჭმლის მონელბელის სისტემის ნაწლავური მიკროფლორის გადახრები არასასურველი და ამასობაში კორელაციურად ასოცირებულია მომატებულ გულსიახლე სისტემის დაავადებებთან და ამასობაში ინსულტის რისკებთან. ოღონდ ეს კორელაცია გრძელვადიანი არ არის მიზეზშედეგობრივობა, არ ვიცით რა ხდება. ანუ ადამიანი ვინც უშაქრო კოლას სვამს, მაგას იმიტომ აქვს მეტი რისკი გულსაყრდ დაავადებების, რომ უშაქრო კოლას სვამს, თუ იმიტომ რომ უშაქრო კოლას რო სვამს, ამასობაში ღამის 12 საათზე იძინებს, ამასობაში იმას ჭამს, რა ქვია, ჯანკ ფუდს ჭამს ყოველდღე. ეგ რო არ ვიცით, ამიტომ ესეთი ხელის დადება ამ უშაქრო ალტერნატივებზე ჩემთვის არის სიგნალი რისი, რომ ეს გაიდლაინებმა ამ გაიდლაინებმა მიჯიკეს რაღაცა სხვა მიმართულებით. ანუ ეს გაიდლაინი უშვებს, რომ ადამიანი არის იდეალურად ჩამოყალიბებული ემოციურად დამოკიდებულობა კვებასთან არ აქვს არანაირი და იმას გააკეთებს, რაც ყოველთვის უკეთესია. ანუ მარტო შაქარს კი არ გამოუცხადეს ომი, გამოუცხადეს ომი ტკბილ გემოს. ანუ ქცევით ადაპტაციაში და ნუტრიციოლოგიაში ვიცით, რომ ქცევითი ნაწილი კვებაში ძალიან მნიშვნელოვანია, ეს საერთოდ არ გათვალისწინებული. გათვალისწინებულია იდეალი კვების, რომ თუ ვიცი ზოგიერთი კვლევა, რომელიც დამატებულ უშაქრო ჩამნაცვლობებს აკავშირებს რაღაც სულთან, ისიც არ ითვლება უსაფრთხო ალტერნატივად. მაგაში არ მოყვები. რომელ ნაწილში? თან ნაწილობრივ მოყვები, მაგრამ უმეტესად არა. ანუ რეალურად ეხა შენ რაც ჩამოთვალე ნახშირწყლების შეზღუდვის ამბავში, მან ძირითადი ამბავი ჩემი აზრით არის, რომ იმიტომ მიიღეს გაიდლაინი, რომ უბრალოდ ქცევითი შეზღუდვები უნდათ რომ შემოიტანონ. იმიტომ რომ შენ რომ მე მიზღუდავ ბრინჯის ჭამას, რომელიც მე რო წავსულყავი და მიზღუდავ რა, ეხა პირობითია რეკომენდაციას მაძლევ, მაგრამ რადგან რეკომენდაციას მაძლევ, რომ წავსულყავი მაღაზიაში და მეყიდა ისეთი, რომელიც თავის ჩენჩოთია, თავის ბოჭკოთი და 40 წუთი მეხარშა, ეგ არის იდეალური. ეგ გაიდლაინი ვინც მიიღო მაგ ტიპს რომ დაუჯდე და რომ ელაპარაკო ერთ-ერთი ისიც გეტყვის რომ იდეალურია. უბრალოდ ის ტიპი იმასაც გეტყვის რომ ბიჭო შენ ეგეთი ხარ, ბაზარი არ არის, მაგრამ ვიღაცა ტიპი შევა და 10 წამიანს იყიდის. იმიტომ რომ ნებისყოფა არ აქვს, იმიტომ რომ არ აქვს დისციპლინა ჩამოყალიბებული და კიდე სხვა ბევრი რაღაცა. ნაკლებ სხვა რამეები ამანკიო. დრო არ აქვს და უფრო იაფიღირს. არა, გავიგე ნახე, დრო არ აქვს და უფრო იაფიღირს ერთია, მაგრამ საბოლოო ჯამში მაგაში არ მოყვები ბოლომდე, იმიტომ რომ ეგ იმას ნიშნავს, რომ ჯანსაღი კვება და სწორი კვება ძვირია და არ არის ეგეთ ძვირი. უბრალოდ შედარებით შეიძლება უფრო იაფია, მაგრამ ისე ძვირი არ არის, რომ არჩევანის წინაშე რომ გეხარ, რომ მიდიხარ ჯანკ ფუდი გაცილებით უფრო ძვირია, რო ჭამო. საქართველოში მით უმეტეს განსაკუთრებით ახლა ამერიკაში არ ვიცი. ამერიკაში არ არის, საქართველოში გეთახმები. ხო, ანუ გაცილებით უფრო ძვირია ნაგვის ჭამა, ვიდრე ჯანსაღის, მაგრამ რატომღაც ადამიანები მაინც ვირჩევთ რომ ნაგავი ვჭამოთ. იმიტომ რომ უბრალოდ არ გვაქვს ერთი ცოდნა და მეორე რადგან ცოდნა არ გვაქვს, მაგიტო ხცევა არ გვაქვს, მე ჩამოყალიბებული სწორად რა და მე მგონია რომ სადღაც უფრო მანეთკენ მივიდივართ ერთ-ერთი მან უფრო კითხვის ნიშანი სადაც მაქვს არის რომ რადგან ვიცით რომ შეზღუდვებზე დაფუძნებული კვების სტილი დიეტა რაც არის ეგ მერე უფრო ნეგატიურ უკავშირს და შედეგს იწვევს დროის გარკვეულ პერიოდში ანუ მან მაგრის ვხედავ მაგრამ იდეაში თუ მაგ გაიდლაინს მე სამართლებრივი შეზღუდვა მოვაყოლოს რომ იცი რა არის მოდი ახლა ეს რაღაცები რაღაც მხრივ აუკრძალოთ ან მე ის ტიპები ვინც სასაკრძალის სიაში მოხდებიან მე ამას მოდიფიცირებას გაუკეთებენ ბევრი რაღაც შეიცვალა რა აი ხა არის ძალიან მნიშვნელოვანი წერტილი ან შენ თქვი რომ ნახშირწყლები იმიტომ კი არ შემიზღუდეს რომ ნახშირწყლებს ნეგატივი აქვს იმიტომ შემიზღუდეს რომ მოყვა შეზღუდვაში ანუ აუცილებელი რისკი კი არა და გაწირვა მოუვიდათ ნახშირწყლების, იმიტომ რომ უმრავლესობა ადამიანი ჯანკ ფუდს იღებს და ჯანკ ფუდიდან ბევრ ნახშირწყალს იღებს, რომელიც პროცესირებულია. აი ეგ არის სწორედ რომ თავარი წერტილი არის გამოცხადებული ომი პროცესირებულ საკვებზე და ჯანკ ფუდზე და რახან ამათზე ომია გამოცხადებული ნახშირწყლები მათ შორის მთელმარცვლოვანი, მათ შორის რომელიც ვიცით რომ ძალიან ბენეფიტური ადამიანის რაციონში შეიზღუდა. ეხლა მან რა ხდება რა? ამ პირამიდაში, ძველ პირამიდაში ჩვენ განვიხილოთ ძირი. ნახშირწყლები იყო ძირი, ეხლა გამოტრიალებულში წვეროშია ძილი.
ნახირწყლები. ახლა კითხვა ისმის, ძველ პირამიდაში რა იყო ყველაზე ნაკლებად მისაღები? პროცესირებული პროდუქტი, დამატებული შაქრები. ახალ პირამიდაში არც კი დახატეს ზემოდან. საერთოდ აკრძალვა. არც კი აღიარებენ. არჭამო დამთავრდა, რომელიც იდეალურ სამყაროში იდეალურია, მაგრამ იდეალურ სამყაროში არ ვცხოვრობთ. ამიტომ ადამიანისთვის ხელსაყრელი გაიდლაინი არ არის ახალი მაგის თქმით და ამასობაში არის დამაბნეველი. ეხლა რა არის დამაბნეველი? ერთხელ დავუშვებ რა. ანუ შენამ უფრო მანამდე იყო მითითება, რომ ცოტა ჭამე. ყველაზე ნაკლები რაოდენობით. ყველაზე ნაკლები რაოდენობით ჭამე. ეხა საერთოდ მითითება არ არის და გეუბნება, რომ საერთოდ არ ჭამო. კი. ხო და შენ როცა ამბობ, რომ ადამიანზე არ არის მორგებული, ანუ იმ ტიპმა თავის დროზე იცოდა, რომ ცოტა უნდა ეჭავა, მაგრამ მაინც მაგას ჭამდა ყველაზე მეც. ხო და ეხა რო მიხვედი ეგრე შენი არასწორი ქცევით იმ წერტილამდე, სადაც მე ჩემი შესანახი ხდები ისევ. ანუ ეხა საერთოდ შეგიზღუდავ. ხო და ნახე ეგ არის გამოსავალი? ანუ შენ ახამდე მეუბნები რომ მომეც გეგმა, რომელ გეგმასაც მე არ მივყვებოდი და ეხა ახალი გეგმა მომეცი, რომელსაც ისევ არ გავყვები. გავიგე, მაგრამ ეხა სხვა გზას არ დაგიტოვებ ეგ იქნება თემა. როგორ? არ ვიცი, ეგ ეხა სამომავლო თემაა. აუ ნახავთ რას გვანახებს რომ, მაგრამ ის ნაწილი, სადაც არის ადამიანების განათლებას შეუწყოთ ხელი, რომელიც ქცევითი ადაპტაციით მე ნაკლებად მიიღებს, ეს არის ინვესტიციის მთავარი წერტილი. გავიგეთ, აკო, მაგრამ რამდენი ფული უნდა დახარჯო მაგაში? ახალი ვებსაიტი შექმნა, შენ ეს რამდენი ფულია დახარჯული? ანუ იმდენი არა, რამდენიც საზოგადოების განათლება სჭირდება. ანუ ეხა შენი აზრით ამ პოდკასტს რო ჩავწერთ, რამდენი ნახვა ექნება? ან ჩვენ რო ვიდეოებს დავდეთ პაგაჩი თუ არ ჩავჯექით YouTube-ზე, რა გგონია, რამდენი ნახვა ექნება, როცა საინტერესო და მნიშვნელოვან ამბავს აზიარებ. მაგრა კიდია ტიპს სწავლა რა, არ არის ეგრე. ეს ახალი ნაბიჯი არის თვალზე ხელი ავიხვიე და გადავდგი ნაბიჯი, იმიტომ რომ აქამდე რასაც ვაკეთებდი არ გაამართლა. და ეხლა გიჩვენებთ სეირს. არა, მანდ იყო მე არ მჯერა რომ ეგ არის მოკლევადიანი გამოსავალი. არა, ნახე, ეგრე თვითონ მომხმარებელი იქცეოდა, თვალზე ხელი ქონდა ახვეული სირაქლემას პოზიციაში და ეგრე დადიოდა თავით მიათრებდა ამ ყველაფერს. ანუ რა აზრი აქვს, თუ მაინც ეგრე იქცევი, ანუ ესე იგი ნახე რა არის კარგი. გაიგეთო, მაინც არ მუშაობ. მომხმარებლის ქცევა დიდწილად განპირობებულია გარემოთი. რაც ნიშნავს იმას, რომ junk food-ი და პროცესირებული საკვების სარგებელს ვინ კომპანიებიც ნახულობდნენ. ამ გაიდლაინით ყველაზე დიდი დარტყმა მაგათ მიადგებათ. ანუ საბოლოო ჯამში გარემო უნდა შეიცვალოს ახალი გაიდლაინებით და მე ადამიანის ქცევა მოყვება. ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე მესაუბრები ეხლა და მესმის და სწორია. ჩვენს კოუჩინგის ნაწილში ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე გამხდომურ ყურადღება. რაც შეგიძლია ის როგორ გამოვასწორო, მიუხედავად იმისა, რომ გარემოში ხარ, სადაც ობესოგენური გარემოა. მაგრამ როცა სახელმწიფოს სტრატეგიებზე მიდგება საქმე, ინდივიდუალურ ქცევაზე მეტად მნიშვნელოვანი ხდება საზოგადოებრივი ჩარევა და გაიდლაინები და გარემოსულებისკენ სვლა და მე მგონია რომ ეს გაიდლაინი თუ რომელს გააკეთებს ადამიანები ისე გააგრძელებენ კვებას როგორც აგრძელებდნენ რომელშიც ამასობაში გარემო კარნახობს, მაგრამ რაც შეიცვლება ამ გაიდლაინით მთელი თანხები, ფინანსები, მილიარდებით კომპანიები მიყვებიან უკვე ამ გაიდლაინებს, სადაც დამატებული შაქრებზე გექნება შეზღუდვა, პროცესირებული junk საჭმელი გახდება ყველაზე ნაკლებ პრიორიტეტული, რაც ისევ იმას, რომ საკვები სადაც აწი წავალ და მაგდონალდში შევალ, იქ შეიძლება ფრის ნაცვლად ბურგერთან ერთად ბოსტნეული მოვაყოლონ. აი ეს ის ცვლილება, რომელიც მე გარემოზე და ადამიანის ქცევაზე დადებითად აისახება. ხო, აბა, ეხა შენ რო გირჩევდი კარგს, დაიკიდე და სხვა გზა არ დამიტოვე. ანუ ნახე, სახელმწიფომ რო რაღაცა გააკეთოს კარგი, მაგაში სოციუმმა და საზოგადოებამ უნდა შეიტანოს მნიშვნელოვანი როლი. ანუ თუ შენ არ მეხმარები იმაში, რომ შენ დაგეხმარო, ანუ არ გამოდის ეგრე რა. ანუ უმხრივი უნდა იყოს ეგ ყველაფერი. ეგრეა ყოველთვის და ყველგან. კაი. გადავიდეთ ახლა სახელმწიფო სტრუქტურიდან ისევ ჩვენ პირამიდაზე. ნახშირწყლებზე გავიგეთ. ეს არის ცვლილება. შემდგომი ყველაზე დიდი ცვლილება მოდის ცილაზე. 0.8 გრამი კილოგრამზე იყო ცილის მინიმალური საჭირო ოდენობა. თუ გახსოვს რას ნიშნავს? თუ 100 კილოგრამი ხარ, 80 გრამი ცილა გჭირდება. შენ წონას ამრავლებ კოეფიციენტზე 0.8. ახალ გაიდლაინში 0.8 რჩება ისევ მინიმუმად, მაგრამ ძლიერი რეკომენდაცია აქვს მოცემული, ავიყვანო 1.2-დან 1.6-მდე. აქამდე 1.6 გრამ ცილას ვაჭმევდი საშუალოდ ან ძლიერად დატვირთულ ადამიანს ფიზიკურად ვინც ვარჯიშობს. ეხლა რეკომენდაცია ყველაზე მათ შორის მჯდომარე ცხოვრების წესზე, ავიდა 1.2-დან 1.6-მდე. 0.8 ისევ ფუძეზე დარჩა. ანუ მეტი ცილა ჭამეთო, მეგობრებო, რომელიც 0.8 ისევ არის? ისევ RDA რეკომენდაცია. ეგ არის მინიმალური რაც მჭირდება ფიზიოლოგიური ფუნქციონირებისთვის და ძლიერი რეკომენდაცია აქვს მიცემული 1.2-დან 1.6-მდე. ეს იყო შენი საწყისი წერტილი მიუხედავად იმისა ფიზიკურად აქტიური ხარ თუ არა. გავიგე. ცილის პრიორიტეტი მომწონს.
იმიტომ რომ ცილის პრიორიტეტი გვეხმარება თითქმის ყველაფერში. მადის რეგულირებაში, ქსოვილების შენებაში, იმუნურ სისტემაში, წონის კლებისას კუნთური მასის დაცვაში, ვარჯიშისას კუნთური მასის შენებაში და კიდევ ბევრი ბენეფიტი რაც ცილას აქვს. ეს ჩვენიერი. ახლა ამ ცილას მოყვა ცხიმი. რა ხდება ცხიმზე? აქამდე წინა გაიდლაინებში იქნება ეს თუ ეხლაც მთელი მსოფლიო თან ხდება იმაზე, რომ ცხიმში მაქვს ორი სახე. მაქვს ნაჯერი ცხიმი, რაც არის ცხოველური ცხიმი და უჯერი ცხიმი, რაც არის მცენარეული ცხიმი. ნაჯერი ცხიმი, რომელსაც ცხოველურ წყაროებში ხვდები, ხორცს რა ცხიმიც აქვს. კარაქი, ერბო, რძის პროდუქტში ნაპოვნი ცხიმები, უნდა ყოფილიყო რაციონში კალორიების მაქსიმუმ 10%. ანუ მე თუ მივყვები 2000 კალორიან დიეტას, დაახლოებით 22 გრამი უნდა იყოს ნაჯერი ცხიმების. ეს 22 გრამი რა არის? წარმოიდგინე. 22 გრამი არის, ხა ყველაფერი ნაჯერი ცხიმით რო გავაკეთო. 3 ცალი კვერცხი შევიწვი დილით 3 გრამ კარაქში, შუა დღეს 150 გრამი ცხიმიანი ხორცი, შევწვი 10 გრამ ერბოში. დამთავრდა ჩემი ცხოველური ცხიმების ზედაზღურს გადავაჭარბე უკვე. ეს იყო აქამდე და ეხლაც ეგრეა. თუმცა ახალი გაიდლაინი მეუბნება რომ ვასრულებთ ომს ნაჯერ ცხიმებთან, რაც აქამდე იყო, იმიტომ რომ ნაჯერი ცხიმების მაღალი მოხმარება ასოცირებული იყო და არის გულსიზახთა სისტემის დაავადებებთან. ეხლა ამათმა თქვეს რომ წლების განმავლობაში ნაჯერ ცხიმს ან ცხოველურს რომ მანაცვლებიებდი მცენარეული ცხიმითო. და აქ შემოდის რა? სიმინდის ზეთი, ზეითუნის ზეთი, ავოკადოს ზეთი, მზესუმზირის ზეთი. ზოგიერთი რაფინირებული, ზოგიერთი არარაფინირებული, ანუ არაგადამუშავებული. კაი, ჩავანაცვლოთო. არ გაუმჯობესდა ჩვენი გულსახთა სისტემის დაავადებების სტატისტიკაო. ამიტომ მაგ შეზღუდვას თავს ვანებებთ და ლიბერალური მოხმარებით კარაქი და ერბო გამოიყენეთ ჯიგრებოო. პრიორიტეტში პირველად კაცობრიობის ისტორიაში შემოვიდა გაიდლაინში პრიორიტეტულ ზეთებში კარაქი, ზეითუნის ზეთი, ერბო, ავოკადოს ზეთი. ანუ მცენარეული, არარაფინირებული ჯანსაღი ცხიმები ან კარაქი ან ერბო და არასასურველ გრაფაში ჩაჯდა რაფინირებული ზეთები და ტროპიკული ზეთები. მარგარინები და სპრედები ამოიღეთო, ეგ კარგია. მზესუმზირის ზეთი, სიმინდის ზეთი, რასაც მოვიხმართ, ეგ ჩაჯდა ნაკლებად პრიორიტეტულში. ანუ ჩემი დაჩა ამოიღეთო? დაჩა ეგ ისეც ამოღებული იყო, მაგის განხილვა არ წხდება, ტრანსხიმებს აღარ მიუბრუნდება არავინ არასდროს თუ მიუბრუნდება და კარგად გქონია საქმე. ანუ აი ეს დინამიკა შეიცვალა. ანუ მეტი ხორცი ჭამე და მათ შორის მეტი ცხიმიანი ხორცი და კარაქში შეწვიო. ამასობაში მეუბნებიან რომ რძის პროდუქტები დაბალცხიმიანი ალტერნატივა კი არ იყიდო 0%-იანი ხაჭო. იყიდე სრული პროცენტობის 9%-იანი ხაჭო იყიდე ცხიმის შემცველობის, ანუ სრული პროცენტობით ცხიმიანობის რძის პროდუქტები. ესეც პირველად ხვდებით ამას გაიდლაინში. ეგრე რატო? იმიტომ რომ რძეშიც ნაჯერი ცხიმია, რძის პროდუქტებში, ცხოველურ წყაროშიც ნაჯერი ცხიმია. და რა ხარ შეზღუდა მოგიხსენი? მაგიტო ბარემის მაგიტო ჭამე ბუნებრივი როგორიც არო, ის რომ 0%-ამდე დადის, იმას გადამუშავების პროცესი სჭირდება და გადამუშავების პროცესი უფრო საზიანოა პოტენციურად, ვიდრე ცხიმის ისოდენობა რაც აქვსო. მოიცა 9%-იანს რო ავ, ეგ იგივე ხო რძეზეც ვრცელდება. კი, ოღონდ განსხვავებული პროცენტობით აქვს, ხო, ხაჭოს აქვს 9%, ყველას აქვს თავისი ბუნებრივი პროცენტობა, 4-ია თუ 2 წლები რძის საშუალო. 5 აიღე, რა გუშაობა. ანუ პირობითად მაგრძეს რო იღებ 5 ხარას წამ, რაც არის ბუნებრივი ეგრე მიიღებ. მაგ ბუნებრივში იმას გულს ხო პასტერიზებასაც ეძახიან, ეგ არა აქვს აკეთებული. არა, ცხიმის რაოდენობა არ აქვს შემცირებული. მაგას გულის. აი, ეგ სხვა გადამუშავება. პასტერიზება აუცილებლად ჭირდება რძის პროდუქტს. ეგ სხვა მიმდინარეობაა ცალკე, raw milk, რაც არის არაპასტერიზებული რძის ძალება, რომელსაც ბევრი საფრთხე აქვს და მაგას არ შევეხოთ დღესდღეობია, მაგრამ ეგ მიმართულებას არის, რომ იცოდე. ანუ ცხიმი არ ქონდეს შემცირებული რძის პროდუქტსო, ისეთი მიირთვიო. მაგრამ ეხა საჭს შემოდის დამაბნეველი ფაქტორი. მეუბნები რომ მეტი ხორცი ვჭამო ცხიმიანი მათ შორის, ვჭამო მეტი კარაქი, მეტი ერბო, მეტი ცხიმიანი რძის პროდუქტი. მაგრამ ჩემი რეკომენდაცია რომ 10%-ზე დავსვა ნაჯერი ცხიმები, ისევ ანტიშება. ანუ არ გამიზარდე ლიმიტი, მაგრამ მეუბნები მიირთვი ჯიგარო, იგრიალე ოქრო მეუბნები და თან ლიმიტს არ მიზრდი. და ამას როცა უყურებს ამ პირამიდას ადამიანი, რომელიც არ ერკვევა ნაჯერი ცხიმების შეზღუდვაში, აუცილებლად გადაამეტებს ამ მიმართულებით და გვაქვს ძალიან ბევრი კვლევა, რომელიც ნაჯერი ცხიმების დიდ მოხმარებას ასოცირებს გულსიზახთა სისტემის დაავადებებთან. ანუ ეს არის ძალიან დიდი დამაბნეველი ფაქტორი. კიდე რა არის დამაბნეველი ფაქტორი? პირამიდას რო შეხედო, კარაქი და ბოსტნეული ერთ პრიორიტეტშია. წითელი ხორცი თევზზე მაღლაზის. მან ბოჭკოზე რამე არის ნახსენები? რამდენი უნდა ბოჭკოს რაოდენობა რჩება ისევე, როგორც იყო, რაც არის 14 გრამი ყოველ 1000 კალორიაზე. ეხლა ძალიან კაი კითხვაა, რას უშვებით ბოჭკოს?
მე თუ მთელმარცვლოვანი ნახშირწყლების შევამცირე, ხო? ბოჭკოს კარგი წყაროა, ბრინჯი მთელმარცვლოვანი, ბოჭკოს კარგი წყაროა, მთელმარცვლოვანი, მათ შორის პური ბოჭკოს კარგი წყაროა, მარცვლეულები, რომელიც ნახშირწყლებში გადის, რომელიც პირამიდის წვეროში ან ყველაზე ნაკლებ პრიორიტეტშია. ბოჭკოს საიდან მივიღებ? თუ ისევ იგივე ოდენობით ჭირდება დიდი ოდენობით. ბოსტნეულისგან. ბოსტნეული და ხილი არის ამ პირამიდის საკმაოდ მაღალ წერტილში. ანუ რეალურად ბოსტნეულიდან ბოჭკოს მიღება იმ რაოდენობის რამდენი შეიძლება ბრინჯი იყოს უფრო რთულია? ძალიან რთულია. უფრო მეტი უნდა ვჭამო, ხო? ბევრად მეტი უნდა ჭამო და ბევრად რთულია ყოველდღიურობაში. თელმარცვლოვანი ბურღულეული ძალიან კარგი დამანაყრებელი, ამასობაში ნახშირწყლების და ბოჭკოს კარგი წყარო იყო. უხეშად ვკითხულობ რა. მე თუ პირობითად უნდა მეჭამა 250-300 გრამი ბრინჯი. და რაღაცა X რაოდენობის ბოჭკოს მივიღებდი, არ ვიცი, მაგალითად 30 გრამს. რამდენი არ ვიცი, მაგრამ უხეშად. მე რომ მაგდენ ბრინჯს ვჭამ, მე რომ 300 გრამი ალტერნატიულად ბოსტნეული მეჭამა, პირობითად, არ ვიცი, კინძი, ნიახური, პეტრუშკა, ოხრახუში, ბულგარული, კიდე რაღაცა. უფრო მეტად ხوار მექნებოდა დანაყრების შეგრძნება მაგ ბოსტნეულზე ვიდრე ბრინჯზე. ნახე მან ამბავი არის რამდენი ხანი გამყობოდა დანაყრების შეგრძნება. ხო, რამდენი ხანი რომელი უფრო გაგრძელდებოდა ალბათ. ალბათ უფრო მეტად თერმოსლოვანი ბურღულეული, იმიტომ რომ ბოჭკოსთან ერთად ისეთ ნახშირწყლის წყაროს მოგცემდა, რომელიც ენერგიის წყაროც იქნებოდა. ანუ ბოსტნეულში მთავარი მან ამბავი არის რამდენი მოცულობა უნდა ვჭამო, რომ ის ოდენობა ბოჭკო მივიღო. წარმოიდგინე რომ თერმოსლოვანი ნახშირწყალი არის ესეთი კონდენსირებული, კონცენტრირებული ტიპი. და ბოჭკო რომელსაც უნდა მივიღო ბოსტნეულისგან არის ოდენობაც ბევრი აქვს, მოცულობაც ბევრი აქვს, რომელიც ცუდი არ არის უბრალოდ იმიტომ რომ ადამიანი ხილს და ბოსტნეულს არა პრიორიტეტებს რაციონში. ეხლა გადაერთე და ყველა ბოჭკო ხილიდან და ბოსტნეულისგან მიიღე. არ მგონია რომ ესე ერთი ხელის მოსმით იცვლებოდეს. ანუ ამ გაიდლაინში ასევე პრიორიტეტში არის დაყენებული პარკოსნები, ოსპილო, ბიობარდა არის რაციონში. უბრალოდ ანუ რეალურად ამ პირამიდას შეხედოს ადამიანმა ვინც სცენარულ კვების სტილს მიყვება, დამთავრებულია მაგის ამბავი, ვერ იყვება ვერაფრით. ყველაზე ნაკლებ პრიორიტეტში აქვს ორი მთავარი, რასაც უნდა ჭამდეს. თელმარცვლოვანი ბურღულეული და პარკოსნები. ზემოთ არაფერი არ ეჭბება იქით, ხილის და ბოსტნეულის გარდა. ამიტომ ძალიან რთულია, როცა ამ გაიდლაინს აფასებ, შეაქოთან, თან წუნი უპოვო და უმეტესობა ინფორმაცია თუ ვინმემდე მივიდა მაყურებლობამდე ხა ეს ინფორმაცია აქამდე რომ ამერიკაში გაიდლაინი შეიცვალა იქნებოდა ალბათ კონტექსტიდან ამგულეჯილი. ამიტომ ხა ძალიან ბევრი რაღაცა ვთქვით, მაგრამ მოდი კიდე ერთხელ შევაჯამებ რა მომწონს ახალ გაიდლაინებში და სად გვაქვს პრობლემა. მომწონს კონცენტრაცია ცილაზე, მომწონს მეტი ხილი და ბოსტნეული და მომწონს უმი პროცესირებულ პროდუქტებთან, რაც არ მომწონს. არის არასისტემატური რჩევები და ნაჯერ ცხიმზე, ცხოველურ ცხიმზე სხვა რეკომენდაცია და სხვა რამის მეუბნები, რომელიც არ იქნება კარგი. ამასობაში რაც არ მომწონს არის მთელმარცვლოვანი ბურღულეულის დაბლა ჩასმა და მარცვლეულის და ამასობაში რაც არ მომწონს არის ცოტა მიკერძოებული კვლევების შერჩევა. ანუ ჩვენ თუ საუბრობთ ამ არხზე მტკიცებულობაზე დაფუძნებულ ნუტრიციოლოგიის პრაქტიკაზე, ეს ახალი გაიდლაინები და ახალი მიდგომა ზოგადად ამერიკის ცოტა უფრო შორდება მტკიცებულობით პრაქტიკებს და უფრო მეტად არის ამას ქვია cherry picking, ანუ ალუბლებს იღებ ყველა იქიდან კვლევიდან. აი ეს კვლევაც მაქვს და ეს კვლევაც მაქვს, მაგრამ მე ამას ავერჩევ, იმიტომ რომ ეს უფრო მეტად აჯდება იმ ნარატივს, რომელსაც ახლა მივყვები. ამ მიმართულებით არის ბევრი რამე გაკეთებული, რომელიც ჩემს სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. აქამდე NIH, რაც არის ამერიკის ნაციონალური ინსტიტუტი, Health-ის ინსტიტუტი და რაც იყო FDA, იყო ოქროს სტანდარტი ყველა გაიდლაინით და რეკომენდაციით. მე რასაც უხსნი აკადემიაში სტუდენტებს, არის ის, რომ ვიცოდეთ რა ხდება სიახლეები, მაგრამ ეს ამერიკის ახალი გაიდლაინი არ გვიცვლის არანაირად სამოქმედო გზას და გეგმას. ეს არის სიახლე, რომელიც იმოქმედებს ამერიკის პროდუქტებზე, ამერიკის ბაზარზე. ჩვენ ქვეყანაზე იმით იმოქმედებს, რომ ამერიკიდან თუ რამე პროდუქტი შემოვა, უფრო დაბალანსებული შეიძლება გახდეს, იმედია. ამიტომ ნელ-ნელა ეს ტენდენციის ნაწილში მომწონს. უბრალოდ ბევრი რამე რასაც დაუწუნებდი, რაც არა სისტემატურია მათ კომუნიკაციაში, მათ შორის ახალ გაიდლაინებში და ალბათ მხოლოდ დრო გვანახებს, რომელი ნაბიჯი იყოს სწორი, იმიტომ რომ ნუტრიციოლოგიაში შეცდომები დაგვიშვია. ტრანსცხიმები ჩვენ იმოფიქრებულია ადამიანებმა შევქმნით და ჩავანაცვლოთ ცხოველური ცხიმები გადავრჩებით თქო. გადავრჩებით კი არა უარესი გავუკეთეთ ჩვენ თავს. უბრალოდ სამეცნიერო მტკიცებულობებზე რაც არ გვესმის არის ის რომ ნელა გროვდება ეს დაუცველი.
კოვიდი რო დაიწყო საქართველოში ჯანმრთელობაში რომ მუშაობდი, რეკომენდაციებს ისე გავცემ და არავინ არ იცოდა რა იყო გაიდლაინი. იმიტომ რომ ჯერ შეგროვებული არ იყო მტკიცებულებები, რის ფონზეც ნაბიჯების გადადგმა იყო რეკომენდებული. ამიტომ ეს მტკიცებულებები იცვლება, ნელა გროვდება და ნელა განახლდება და მხოლოდ დროის ამბავია გამოაჩინოს სტატისტიკურად პოპულაციის დონეზე რაც ცვლილობებს მოგცემს. გავიგე. ამერიკაში რა ამბებიც ხდება გავიგე, იმედია მაყურებელმაც უბრალოდ ეხა ჩვენმა მაყურებელმა რა უნდა ქნას. რა იქნებოდა ეგეთი გაიდლაინის მსგავსი რჩევა და რჩევები, რასაც მისცემდი და რატო? მარტივენაზე გასაგები რო იყოს, როგორც ჩემთვის ასევე მისთვისაც. იმიტომ რომ რეალურად ეხა საბოლოო ჯამში რაც ვლაპარაკეთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი ახსენე. ის რომ ბოჭკვარი მნიშვნელოვანი, ის რომ თელმარცვლოვანია, ასევე ცილის ამბავი, ანუ არის რაღაცები, რომელიც შეუძლია ქართველმაც გადმოიტანოს, მით უმეტეს, როდესაც ეგრე ჯანსაღადკვება გაცილებით უფრო იაფია საქართველოში, ვიდრე როგორც ჭამენ. ანუ არის ჯანსაღადკვება საქართველოში არის ყველა ძვირი. მაკდონალდსში რო შედიხარ და 40 ლარი რო გჭირდება ერთ ჭამაზე, მე და შე რო გავედით და იმ დღეს რო ვიყიდეთ 160 ლარით კი არა და რამდენი იყო რა ვიცი. 210 ლარით ვიყიდეთ, ორმა კაცმა ერთი კვირა რო ჭამოს. რას ლაპარაკობ? და თან ძალიან დაბალანსებული, ხო და რა უნდა გაითვალისწინოს? რას უნდა მიაქციოს ყურადღება, იმიტომ რომ რეალურად შორს საერთოდ არ ვართ რა. ანუ აი ძალიან უკან მივზევთ ამერიკას, 10% არაფერი არ არის და 12% სიმსუქნის სტატისტიკაში. თან მით უმეტეს, როდესაც ახლა მოზარდებში კიდევ უფრო მეტად იმატებს ეგ სტატისტიკა. ანუ ძალიან ცუდია. 4 მარტივი რჩევა, რომლითაც ყველა პირამიდას რაც გაგვიგე გადავაგდებთ და საქართველოში ვეცდებით ჯანსაღი კვება ავაწყოთ. ეს არის დაუბრუნდეთ შენს მარტივ თეფშის მოდელს. იმიტომ რომ მე როცა კვებას ვიწყებ, პირამიდა არ მიზის თავში. ხო პირამიდას არ ვხატავ, ან პირამიდის ფორმის თეფში არ მაქვს ნაყიდი. მაქვს თეფში მრგვალი. მოდი გავანაწილოთ ქართული ჯანსაღი საკვები მრგვალ თეფშზე. თეფში გავყოთ 3 ნაწილად. ერთი ნაწილი, ანუ ნახევარი თეფშის მოდის ბოსნეულისგან, ხილისგან, რა იყო? ეხლა ვიფიქრე რომ პირამიდის ფორმის თეფში ხო არ გავაკეთებინო თვინმე შეუკვეთეთ და კონტენტი გადავიღოთ. რა ამერიკაში როგორ აჭმევენ, ანუ როგორ ურჩევენ და როგორ ურჩევთ. შეიძლება. ამ თეფშის ნახევარზე ზის ბოსნეული ხილი. ძირითადად უჭირავს პორცია ნახევარზე ბოსნეულს, შემდგომ ხილს. თეფშის მეოთხედი უნდა იჭიროს მთელმარცვლოვან ბურღულეულს. ეს რა არის? ეს არის ბრინჯი, წიწებურა, ბულგური, მთელმარცვლოვანია პრიორიტეტი. თეფშის მეოთხედი უნდა იჭიროს ცილას. ოღონდ ცილაში მაინდა-მაინც სოსისის სარდელი, რძიანი, ის რა ქვია, ნიკორა სოსისი, რომელიც დიეტოლოგებს უწერიათ, იმიტომ რომ დაბალკალორიულია ვითომ პროცესირებული არ გვჭირდება ცილა. ჯანმრთელობის დიდი რისკია. ჩავანაცვლოთ იმ ცილის წყაროებით, რომელიც და მრავალფეროვანით, რომელიც ვიცით, ფრინველის ხორცი, საქონლის ხორცი, ორგანოების ხორცი, ზღვის პროდუქტები და მისგან მიღებული ცილა. და მცენარეული ცილაც არ დაგვაუწყდეს ოსპილობიო ბარდა, მუხუდო. ეს არის თეფში შეიკრა. და ბოსნეულს რო გავნებით, მაინდა-მაინც კარტოფილი ფრის, ნუ გავიყვანთ ბოსნეულში. ეს თეფში თუ მოიცა ერთ წამი, ეს თეფში მაქვს ერთი შეკრული. თეფში გაკითხვა? ხა თეფშის გარეთ გადავდივარ. თეფშის გარეთ რა არის? თეფშის გარეთ არის ჯანსაღი ცხიმის წყარო. ზეითუნის ზეთი, ავოკადოს ზეთი, არაპროცესირებული ზეთები, თხილეულ თესლეული. ეს თეფში არ შედის? ეს თეფშთან არის გვერდზე, რომელიც თეფში უნდა დავაყარო, უნდა ვჭამო. ხო. ანუ თეფშის ნაწილია გვერდზე. თეფშის გვერდზე რა დოს კიდე იცი? წყალი. ჰიდრატაცია. თეფშის გვერდზე კიდე რა დოს გაიდლაინებში? ფიზიკური აქტივობა. როგორღაც თეფში შემოაღწია ფიზიკურმა აქტივობამ. აი ეს არის დაბალანსებული კვების ის მოდელი თეფში, რომელიც ყველა ადამიანს შეუძლია გადადგას, ვიზუალურად ძალიან ეფექტურია და ამასობაში ეს კვების თეფში მაძლევს საშუალებას დავსვა კითხვა. ლუკა, აი აქ ამოანათე, ეხა თავიდან სადაც დაიწყო თოკომ საუბარი, My Plate-ის, ანუ ეს ნაწილი Harvard-ის My Plate. ამოანათე და დანარჩენი მეგობრებო, აღწერაში იქნება იქ, როდესაც ანაწილებ ნახშირწყალი, ცილა, ცხიმი, როგორ უნდა მიიღო თეფშის განაწილება, რა იქნება, მე აღწერაში იქნება თითოეულ შაშელის და ასევე იქნება
საიტიც მითითებული, გადადით, ნახეთ, საინტერესოა, გამოგადგებათ, რაღაც პერსპექტივა შეგიძლიათ, თუ აქამდე არ გაქვთ რა ნახე, ეგ რაზეც ახლა ვსაუბრობთ. და ბონუსი, თავარ კითხოს უნდა გავსვათ პასუხი, რამდენი კალორია მჭირდება კი არა, რა უნდა ვჭამო ამ კალორიებში. ამისთვის ბონუსად პირველი ქართული ჯანსაღითებშის მოდელი, სადაც პორციულად ქართული პროდუქტები დაგხვდებათ, ჯისპენჯიზე, კლინიკური ნუტრიოლოგიის ასოციაცია, პირველი აუცილებლად დავუპინოთ, იმიტომ რომ ძალიან კარგი მიღწევა, თავარი კითხვა არის, რამდენი რა უნდა ვჭამო. და მაგის განაწილება ყველა ასაკობრივ ჯგუფში არის იდეალურად გამოტანილი წინ. შეგაწყვეტინე ფიზიკურ აქტივობასთან, რომ თეფშზე მოვახვედრეთ ფიზიკური აქტივობაცო. კი. გინდოდა რამის თქვა მაგ ნაწილში. არაფერი, თეფშზე მოვახვედრეთ ფიზიკური აქტივობა, ნიშნავს იმას, რომ კვებამდე და კვების შემდგომი სუბუქი ფიზიკური აქტივობა, ფეხით გასეირნება, ჯდომა და წამოწოლა კი არა, უპირატესია ნუტრიენტული ბალანსისთვის, ენერგიის ბალანსისთვის, წონის მენეჯმენტისთვის, სისხლში გლუკოზის მენეჯმენტისთვის. შეხედე, ეხლა რაზეც ვსაუბრობთ ამდენი ხანია, როგორც ამ პოდკასტში, ასევე წინა სხვა პოდკასტებში, ასევე სტუდენტებთან და კიდე სხვა ადამიანებთან, საბოლოო ჯამში მივდივართ იმ წერტილამდე, რომ შენ მე რაღაცას მეუბნები, რომ ადიქი და 10 წუთი იარე ჭამამდე, ან 10 წუთი იარე ჭამის მერე, ან რაღაც მსგავსი, ანუ მე მაგ 10 წუთიანი სიარულის შედეგს ეხლა ვერ ხედავ. და ეხლა რადგან ვერ ხედავ, მაშინ ნიჭი მიჩნდება, რამდენად სწორია ამ ვიღაცა ტიპმა ყურსასმენი რო უკეთია მიკროფონში რაღაცა ადეკვატური მითხრა. შეიძლება სისულელეს მეუნება. კი შეგრძნების დონეზე სადღაც გამიგიარო რომ ცუდი არ არის. მაგრამ ხო ნახე რადგან შედეგს ეხლა ვერ ხედავ, ამიტომ მე არ ვარ ამ ნაბიჯის ისტორიაში დარწმუნებული და მე ამ ნაბიჯს აღარ ვდგამ განმეორებით ხშირად. მან მაკლია დისციპლინა. და მან რო დისციპლინა მაკლია, ამიტომ რაღაცა მჭირდება, რომ მე ეს დისციპლინა გააზრებულად გამოვიმუშავა. უნდა მინდოდეს რა და რომ მინდოდეს, მაშინ უნდა მომწე ცოდნა. და ცოდნის მოცემა, ეხლა მან მეორე საკითხია, შეიძლება შენ გინდა, მაგრამ მე არ მინდა ცოდნის მიღება. და მე თუ ცოდნის მიღება არ მინდა, მაშინ უნდა მაიძულო, რომ ისე მოვიქცე, რომ თავი არ დავიზიანო, თუმცა ხა მე რო ყოფილიყავი, არ ვიცი, რაც გინდა ისქენი. შენება რა. მაგრამ საბოლოო ჯამში ეხლა რაც არ უნდა ელაპარაკო, რაც ამერიკელები აკეთებენ და რაც ეხლა შენ ჩვენთან რჩევებს იძლევი, საბოლოო ჯამში მივდივართ მაგ წერტილამდე. ანუ ეხლა რო ამბობ, საქართველოში ნუტრიციოლოგიის მიმართულებით არაფერი არ გვაქვს განვითარებული. 1960 წლის გაიდლაინებით ხელმძღვანელობთ რო ამბობ, კისელი რო წერია, ენდოკრინოლოგები რო კვებას ნიშნავენ მენიუში, კისელი რო გაქვს. ანუ მან ვიღაცას კითხვა, როგორ არ გაუჩნდა, როგორ დავიჯერო, რომ ერთი ადამიანი მაინც არ აღმოჩნდა ისეთი, რომელსაც კითხვა გაუჩნდა რა კისელი. ან რატო არ შეიცვალა რამე. ანუ ხდები მაგას ვამბობ რა, რომ ტიპებს კიდიათ. ხოდა რადგან კიდიათ, მაგიტო არ იცვლება არაფერი. ეხა ჩვენ ეს ვაკეთებთ აკადემია. ანუ ეს არის ჯვაროსნული ლაშქრობა. ანუ მართლა ეგრეა რა. ხოდა ეხა მაგ პერსპექტივიდან მინდა რომ ხო ეს რადგანაც აწის ცოტა განსხვავებული პერსპექტივიდან ვილაპარაკებ ხოლმე ჩემი თვალით დანახულ სოციუმში რა ხდება კვებასთან დაკავშირებით. Mr. Nutrition ნუტრიენტული თვალსაზრისით ვილაპარაკებს. მე რაღაცა ქცევებს კომპანიების დამოკიდებულებას, ბაზარზე არსებულ სიტუაციას და რაღაცა მაგ პერსპექტივებს უფრო ჩავაჭერ ხოლმე. მაგაში გეთანხმები და მაგრამ ეს არ ეხება ყველას. ანუ იშვიათი გამონაკლისები არის ადამიანები, ვინც სახიან რომ მე ვიცი რა მინდა და ვიცი ის მაინც მინიმუმ რო რაც აქამდე ვცადე არ გაამართლა. ამიტომ მოდი ახალ გზას ვცდი, ამიტომ მოდი ვისწავლი. და ესეთი იშვიათი გამონაკლისები არის ადამიანები უკვე 300-ულზე მეტი, ვინც აკადემიაში მოვიდა. პროცესი გაიარა და პროცესი კი არ გაიარა მარტო, უკვე იმდენად მოაგვარა თავისი პრობლემები, რომ სხვა ადამიანებისთვის იწყებს ამ დადებითი ინფორმაციის გავრცელებას და დახმარებას და ეს არის ქსელი. ამისთვის გვჭირდება დრო. ამ პოდკასტს უნდა გადმოვხედოთ 20-28 წელს. და ვთქვათ რა შეიცვალა. იმიტომ რომ ბოლო 2 წელიწადში და აკადემიკო 2 წელს ხდება ძალიან ბევრი რამე შეიცვალა. ოღონდ ეს ხელშესახები არ არის ჯერ ქვეყნის დონეზე, მაგრამ ეგ მალე იქნება. ამიტომ ადამიანები ის ბევრი ან ცოტა ვინც ახლა ამ პოდკასტს მოусმენს, აუცილებლად იქნებიან ისეთი გამორჩეული ადამიანები, ვინც მიხვდებიან, რომ რასაც ცხოვრებაში აკეთებდნენ, კვებაც იგივე კანონებს ეფუძნება. ყველაფერი რაც კარგი მიუღიათ აქამდე ცხოვრებისგან, იყო ინვესტიცია, დალოდება და მე შედეგის მიღება. ყველაფერს ცუდი მიუღიათ. ეს იყო მომენტალური. მომენტალური არის, არ ვიცი, junk food მინდა ვისიამოვნე და მე 3 წელს ტონა მოვიმატე. სიგარეტის მოწევა მინდა ვისიამოვნე და მე შედეგებზე მე ვიფიქრე და სამანცლოდ კარიერული წინსვლა, სასიყვარულო ურთიერთობები, სპორტში, ფიზიკური აქტივობა
ფინანსური წინსვლა, ყველაფერს სჭირდება სწორი ნაბიჯების გადადგმა და დალოდება. ანუ მე როცა ხე მიდგას წინ რომელიც აყვავებულია, შემიძლია ცეცხლ წაუკიდო და ერთ წამში დავწვა. მაგრამ ხის ამოყვანას და გაზდას რო ვიწყებ, როცა თესლი მიწაშია და ვრწყავ, რო ვრწყავ და ჯერ ვერ ვხედავ რო ამოდის, არნიშნავს რომ არ ამოდის. რაღაც წერტილისაც ერთიან დამოიშლება და ესე არის კვებაშიც. ანუ ის ნაწილი რომ მე ვიღებ გადაწყვეტილებას, რომლის ბენეფიტებსაც და სარგებელს ეხა ვერ ვგრძნობ, სწორედ ეგ არის იმის ნიშანი, რომ სწორი მართლობით მიდიხარ. აი გაიდლაინებთან დაკავშირებით მაინტერესებს ბავშვების ამბავზე თუ არის რამე ნახსენები. ბავშვები ამბავზე ბევრი რამეა ნახსენები. ეგ ხა შენ ისე რაც მოყევი წეღან რამე ასაკობრივ უჭროს თუ ზოგადია. ეს არის დასრულებისთვის ძირითადად. ოკეი, ბავშვებს ბავშვებისთვის შეცვლილია რომ დედები აძლევენ რეკომენდაციას ექსკლუზიურად ზუდით ყვებენ ბავშვები. ბავშვებისთვის 2 წლამდე კატეგორიულად აკრძალულია დამატებული შაქრების მიღება და იდეალურ შემთხვევაში 4 წლამდე, ანუ დამატებული შაქარი ბავშვს გასინჯული არ უნდა კონდეს. ეს არის ახალი რეგულაციით ორი მთავარი წერტილი, სადაც გამოხილებულია ყურადღება. ეგ ოღონდ რეკომენდაციაა და არა ვალდებულობა, ხო? ეს ყველაფერი რეკომენდაცია, არაფერი არ არის ვალდებულება, ეხლა რაც მომიყევა, ეს არის პირამიდა, გაიდლაინი და რჩევა. ოკეი. ექსკლუზიურად ზუდით ყვება და რატო? ექსკლუზიურად ზუდით ყვება ჩვენ ვიცით ნაცვლად ხელოვნური ჩამოცვლებისა, საკვების რომელსაც ბავშვს აწვდი, ზუდით ყვების ნაცვლად. როგორც ვიცით, ზუდით ყვების დროს ბავშვის ზრდის პროცესი არის თანაბარი და ნელი, ვიდრე ჩამოცვლებით ყვებაზე. ბავშვები ჩამოცვლებით ყვებაზე ყვებით იკვებებიან, უფრო ადრე იზრდებიან სიმაღლეშიც და წონაშიც და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მჭიდრო კავშირი, საიდან შემიძლია ვთქვა, რომ ამ ბავშვს უფრო მეტი აქვს ჭარბწონიანობის რისკი ზრდასრულობისას, ვიდრე ბავშვს, ვინც ექსკლუზიურად ზუდით ყვებაზე იყო და თანმიმდევრულად მოახდინა ზრდა. 9 თვის ბავშვი არის ყველაზე პუტკუჩა. მაგ პუტკუჩა ბავშვიდან მერე იწყება დაბლა ჩამოსვლა. 5-6 წლისთვის იწყებს მეორე ნახტომს ექსკლუზიურად ზუდით ყვებაზე თუ დაიწყო ყვება, ან და შეიძლება დაიწყოს 2-3 წლისთვის. და თუ აი აქ მოხდა, იმიტომ რომ ეს კავშირი ნაპოვნი მაქვს, ვიცით რომ ნაადრევი ზრდა სიმაღლეში და წონაში წლების მერე ჭარბწონიანობის გაზრდილი რისკია. ამიტომ ექსკლუზიურად ზუდით ყვება არის რეკომენდებული ბავშვისთვის და ამასობაში დამატებული შაქრები, რომელიც შეიძლება მთავარი წყარო იყოს ბავშვის ნაადრევი ჭარბწონიანობის, არის რადიკალურად შეზღუდული 2 წლამდე და კიდევ უფრო უკეთესია 4 წლამდე. მოიცა, ეგ არის ახსნა და არგუმენტი, რატომაც შემოიტანეს, რომ ექსკლუზიურად ზუდის ყვებაზე იყო. მაგის გარდა ბევრი სარგებელი აქვს კიდე ის, რომ ფორმულა მიახლოებულია დედის წესთან, მაგრამ არ არის იდეალურად მსგავსი. ამასობაში ბავშვის მიკროფლორა, ამასობაში ყვების სტილი და ქცევა ბევრი რამეა ჩართული, თუმცა ერთ-ერთი რისი აღნიშნოს მინდოდა ეს წერტილია თუ ამერიკის ახალი გაიდლაინი თუ რომ ჭარბწონიანობას ებრძვის ამერიკაში, ჭარბწონიანობასთან ძალიან დიდი კორელაციაშია ეს ნაწილი. ვა, ისე საინტერესო ამბავია. მაგრამ ეხლა შენ საბოლოო ჯამში რაც ჩამოთვალე, მანდ პირობითად ეგ მე არ შემეხებოდა, ეგ პირამიდა. ანუ მანდ ხო ესე გამოდის რომ ძირითადად მაინც მიმართულია იქეთკენ რომ ვისაც ჭარბი წონა და უფრო მეტად სიმსუქნე აწუხებს, მოდი მაგას ჩავაჭიროთ. ხო, ნახსენები არ არის რომ მხოლოდ მათთვის არის, მაგრამ იმიტომ რომ ამერიკის მოსახლეობის 78%-ია ამაში ჯდება, უფრო მაგათთვის არის შექმნილი გაიდლაინი. და ეხა ეგეც რო ეთქვათ, მე გამოხდებოდნენ ვოუქები და რაღაცებს დაიწყებდნენ და ანუ რეალურად გაიდლაინია, რომელიც ორიენტირებული ადამიანისთვის, ვინცაც მადის კონტროლის ფონზე წონის კლობა უნდა. ანუ წონის კლუბისთვის ადეკვატური დაბალნახშირწყლოვანი კულტი ამერიკაში ძალიან დიდი ხანი არსებობს. ეს გაიდლაინი შეუწყობს ხელს დაბალნახშირწყლოვანი კულტის გაგრძელებას. თუმცა წონის მენეჯმენტისთვის ეს ყვება, სადაც ცილა მაქვს ბევრი ცხიმები ჯანსაღ იდეალურ შემთხვევაში და ნახშირწყლების რაოდენობას ვწირავ, არის ის, რასაც ბევრი ადამიანი იღებს, იყენებს წონის კლუბისთვის და ეს არის რაღაცა მინიშნება, თორე ათლეტს რო ის ნახშირწყლების რაოდენობა მიცე, რაც გაიდლაინში მაქვს, ვერ მოხდება. დაბალნახშირწყლოვანი კულტი რო ამოფიქ ავტომატურად მაღალცილოვანს ნიშნავს? არა ავტომატურად. დაბალნახშირწყლოვანი კულტი შეიძლება იყოს მაღალცილოვანი, დაბალნახშირწყლოვანი, ან მაღალცხიმოვანი დაბალნახშირწყლოვანი. მაღალცხიმოვანი ეგეთი რა არის? კეტოდიეტა. კეტოში ნახშირწყალი თითქმის ერთ არ გაქვს. ან დაბალნახშირწყლოვანი. ანუ ეგ მაინც ეგრე ითქვა. უნახშირწყლო დიეტის კლასიფიკაცია არ არსებობს. დაბალნახშირწყლოვანში ითქვა. ისე საინტერესო იქნება ბავშვების ჩვენ ახლა ბავშვთა ნუტრიციოლოგიის ნაწილში გავუშვებთ მალე და საინტერესო ამბები იქნება. უბრალოდ მან არ მახსოვს ეგ საკითხი არის თუ არა, საინტერესო იქნება
ეხა თუ ამბობს რომ ბავშვმა არ უნდა გასინჯოს 4 წლამდე, კი 2 წლამდე და იდეალური იქნება თუ 4 წლამდე არ მოხდება, დამატებული შაქარი. მე რა შვება. არა, მე რა შვება არა, წარმოიდგინე რომ ისე შეუცვალე რომ 40%-ზე მეც არ იღებს ნახშირწყალს ყოველდღიურ რაციონში და ძირითადად ცილაზე აქვს ჩაჭერილი. ეხა ხო დღეს ეგრე არ არის, ანუ ნახშირწყლები უფრო დიდი რაოდენობით არის ვიდრე ცილა. როგორ შეიცვალა მაგის ბავშვის გაზრდის პროცესი? ეგ არის ძალიან მაინტერესებს. იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან შეიცვალა ბიოქიმიური პროცესები ორგანიზმში. ცილის და ცხიმის მნიშვნელობა ბავშვთაყვებაში წინ მოდის კონკრეტულად ცილის, იმიტომ რომ ადამიანის ზრდასრულის ადამიანის ორგანიზმი წარმოიდგინე რომ არის აშენებული სახლი. აშენებულ სახლს მარტო თუ დატოვებ, კედელი დალპება, შპალერი ჩამოიხევა, კარგი რამე არ მოხდება. მაგრამ მაგიტომ უნდა სახლს მოუვლა. ანუ ზრდასრული ადამიანის ენერგია იხარჯება სახლის მოვლაში და ბავშვი არის მშენებარე ცათამბჯენი. ბავშვი აშენებს. ამიტომ ის რაღაცები რაც მგონია რომ ჩემზე ზრდასრულზე ესეა ბავშვს ესე უნდა იყოს, უნდა მურჩეთ ბავშვს უყუროთ როგორც პატარას დასრულს. კბების გაიდლაინებიც არ უნდა იყოს ისეთი როგორც პატარა, ანუ რაც იქ არის, ოღონდ ცოტა ამათთვის. რადიკალურად განსხვავებული მიდგომებია ქცევის ნაწილში, ემოციური მენეჯმენტის ნაწილში, ნუტრიციოლოგიის ნაწილში, კალორიების მენეჯმენტში ყველაფერი განსხვავებული მაქვს, ამიტომ გვჭირდება ბავშვთა ნუტრიციოლოგიის ნაწილი და ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი წყარო და კვლევა, რომელიც გვეუბნება ჩვენ ქვეყანაში მოზარდების ჭარბწონიანობის და სიმსუქნის სტატისტიკას. ზოგიერთი ასაკობრივ ჯგუფში ევროპაში ბოლოდან მე-5-ზე ვარ, ზოგიერთში ბოლოდან მე-7-ზე, ზოგიერთში ბოლოდან მე-3-ზე. ჭარბწონიანობა და სიმსუქნე მოზარდებში იმატებს საქართველოში. ამასობაში ვიცით სოციოეკონომიკური სტატუსი როგორ კავშირში, ამასობაში ვიცით განათლება და ქცევებზე დაკვირვება, მშობლების ჩართულობა, სწორი მაგალითის მიცემა. ეს ყველაფერი რამდენად დადებითად აისახება შემდგომ ბავშვის დასრულობისას მისი წონის გამოსავალზე. და პრობლემა რა არის ბავშვების ნუტრიციოლოგიაში, რატო ვუმზადეთ პირი 2 წელი, რატო არ მივადექით? იმიტომ რომ ბევრი ჯგუფია რეკომენდაციები და დაბრკოლებები, რომლებიც მაქვს პუბერტაციულ ასაკში, კარტეხის ასაკში, გოგონებში, არის ის რეკომენდაციები და დაბრკოლებები, რომლებიც მაქვს ჩვილი ბავშვისთვის. არის რეკომენდაციები და დაბრკოლებები, რომლებიც მაქვს ბავშვისთვის, რომელიც ეხლა შევიდა სკოლაში. ანუ ბევრი განსხვავებული წერტილია, რომლის გამოსწორება ცოდნასთან ერთად შემიძლია, მაგრამ ეს სპეციფიკური დეტალები თუ ვიცი, მე ფაზლი ისე კარგად ირთვება და იკვრება რომ შვიდად ვარ ჩემი ბავშვის კვებაზე უკვე მთელი ცხოვრება მშვიდად ვარ, იმიტომ რომ საფუძველში ჩავუყარე. სხვა შემთხვევაში ვიცით რომ ძალიან ხშირად ხდება ზრდასრულები იწყებენ რაღაცას ამთავრებენ უბრუნდებიან უკან. აი სწორი საძირკველი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მერე გაფუჭებულის გამოსწორება, რომელიც ბევრად უფრო რთულია. შესაძლებელი და საჭიროა მაგას ვაკეთებთ ახლა ზრდასრულობის უმრავლესობა, მაგრამ ბევრად უფრო რთული გამოსასწორებელია. ამიტომ საძირკველის ჩაყრა არის პრიორიტეტი ბავშვებში, ამის გვექნება სკოლის პროექტები, ამის გვექნება შესაბამისი აკადემიის პლატფორმა და პოდკასტი, ვიდეოები, რომელსაც ამ მიმართულებას მიუძღვნით, იმიტომ რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი თემა. შენი კითხვა, რა გამოასწორებს ამ ხალხს? მოზარდობიდან დაწყებული სწორი გაიდლაინების, სწორი ინფორმაცია, სწორი ქცევა. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი გამოსავალი 65%-მა ჭარბწონიანობის კიდე მაღლა რო არ წაიწიოს. მაგით ვთქვი რომ ჯვაროსნული ლაშქრობა ლაშქრობა გვაქვს გაჩაღებული. ხო, ძალიან დიდი ხანი დასჭირდება მაგ ყველაფერს, მაგრამ გასაკეთებელია. სხვა ფაქტია, არ აკეთებდა აქამდე, ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ არცაცი გააკეთებს, იმიტომ რომ სამწუხაროდ ერთ-ერთი ადამიანი გვაქვს საქართველოში, რომელსაც პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის მაგისტრის ხარისხი აქვს. სამწუხაროდ. ამიდევს მე რომ რეკლამა დაგხვდეს Instagram-ზე. ბავშვთა ნუტრიციოლოგიის კურსი იწყება. მოდი ჩვენთან მოგწერეთ. კაი. გავიგე. შვენიერ.